აუ მაგრამ ეძინება. ავით. ახალი ერა ქართულ რეგიონალურ MMA-ში. კენა პირველიც ოფიციალურად ჩატარდა 29 ნოემბერს. ძველი სპორტის სასახლე სრულად გადაივსო, სავსე იყო ქართველი გულშემატკივრებით და ალბათ ქართული MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ივენთი ვიხილოთ. მინდა რომ ეს ივენთი განვიხილო რამდენიმე სიტყვით და სანამ ამ ქარდის განხილვაზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვიყოფებით HUBs-ის სივრცეში. ისეთი დიდი კომპანიების ავტორიზებულ რესელერში, როგორიც არის Puma, Nike, Adidas, Macron და უკვე Venom-იც და შეგეძლებათ, რომ კომბატ სპორტების უდიდესი ბრენდის Venom-ის ოფიციალური პროდუქცია შეიძინოთ საქართველოში და არა ონლაინ. ეხლა კი უშუალოდ გავაგრძელოთ კენა პირველის გარშემო საუბარი. ესე იგი, რისი თქვა მინდა ზოგადად ამ ქარდის გარშემო უპირველეს ყოვლისა. ეს არის სრულად ქართული პროდაქშენი, დაწყებული matchmaking-იდან დამთავრებული იმ ყველა ვიზუალური მხარით, რაც თქვენამდე მოვიდა. ის რეკლამები, ვიდეორგოლები, ის ყველაფერი ივენთის გამართულობა, ასე ვთქვათ, ხო? რავი, მაყურებელი ვინც იყო მოსული, ყველა ვნახა, რომ ყველაფერი იყო სრულყოფილ დონეზე მისული. თან არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ეს იყო პირველი ივენთი, ანუ კენას სადებიუტო ღონისძიება იყო და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც იყო ორგანიზაციისთვის ეს ყველაფერი. მებრძოლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო იყო შექმნილი, დაწყებული საბრძოლო კვირიდან, მაგალითად, აი კიდე უფრო შორს რო არ წავიდე, დაწყებული საბრძოლო კვირიდან, სასტუმროში გათასებიდან, კვებიდან, წონის კლუბისთვის შესაბამისი ყველაფრის მოწოდებით, იქ საკვების თუ ასე შემდეგ, იქ საუნა, წონის კლუბის პირობების შენარჩუნება და, ნუ, აღარ გავაგრძელებთ მაგას. გადავინახოთ ვენიუზე, სადაც უმაგრესი გასახურებელი სივრცე იყო, მებრძოლები იზოლირებული იყვნენ, შვიდად, წყნარად, ყველაფერი იყო მოწოდებული იმისთვის, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოევლინათ და რა თქმა უნდა, უკვე გადაღებაზე და იმ ყველაფერზე არაფერს არ ვამბობ, თქვენ თვითონაც კარგად დაინახეთ. ამით იმის თქვა მინდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს შეიქმნა ქართული ხალხის მიერ და თურმე რა მაგარი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით და მინდა რომ თითოეულ ადამიანს, ვინც კენა ერთის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღო, გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი უშუალოდ ქარდი განვიხილოთ და დავიწყოთ, რა თქმა უნდა, პირველი ორთაბრძოლით, ზემო და ქვემო თავყები, რომელიც იყო სემიპრო ბრძოლა სკვიტარიასა და სერესოს შორის. რა თქმა უნდა, მიკერძოებული ვიქნები იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ ქარდზე თითოეულ ქართველს ვიცნობ და არა მხოლოდ ვიცნობ, არამედ ძალიან ახლოს ვარ თითოეულ ქართველთან, შესაბამისად ობიექტურობა გამიჭირდება და რა თქმა უნდა, ცოტა სუბიექტურ პოზიციასაც დავაფიქსირებ. ნინი არის 17 წლის და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სემიპრო ამას მოყვარული მებრძოლი არის, არა მარტო გოგონებში, არამედ მთელ ქართულ სამოყვარულო MMA-ში. 17 წლის ასაკში უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სულ აქტიურად ბრძოლობს, ამ ბრძოლებსაც ატარებს ძალიან გამოცდილი მებრძოლების წინააღმდეგ, ძალიან მაგარი მოგებები აქვს აქამდე მოპოვებული, ძალიან გამოცდილ სორესოსაც ძალიან კარგი ბრძოლა დაუპირისპირდა და გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ეხლა ამ შაბათს პოლონეთში მიეგზავრება და მორიგ ბრძოლას გამართავს, ძალიან მაგარი მეტოქის წინააღმდეგ და მოკლედ ერთი რამე ფაქტი არის, რომ ინისთვის მომავალი ძალიან ნათელი არის და აუცილებლად იტყვის ძალიან დიდ სიტყვას ქართულ MMA-ში. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, ზუკაზე უნდა ვისაუბრო, ივანიაძეზე. ყველა ვნახეთ ხო რა მაგარი შედეგი დადო ზუკამ, მე ზუკას წლებია ვიცნობ, ვიცი რაც შეუძლია, კიკბოქსინგში ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მას გამართული, ძალიან ბევრი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი არის. და არა მარტო შეჯიბრებებზე და ვიდეოებში, არამედ ყოველდღიურად დარბაზში მინახავს თუ რა შეუძლია, კლუბ ჯიქის წარმომადგენელი არის იგი და რავი, მართლა ღირსეულად გაიტანა ამ კლუბის სახელი, აი ამაყად გაიტანა თავისი ტრენერების თუ გუნდის სახელი და ყველას დაამახსოვრა თავი. ძალიან დიდი შრომა დევს ამ ყველაფერს იქით. ზუკამ ის ყველაფერი რაც მარტივი გამოაჩინა, რეალურად იმისთვის რომ ეს ყველაფერი მარტივი გამოეჩინა, წლები აქვს ნამუშევარი და რავი, რამდენი ოფლი და სისხლი აქვს ამისთვის დაღვრილი, თვითონ ზუკამ და მისმა ღმერთმა იციან და ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი დაუფასდა და ძალიან მიხარია რომ ის ყურადღება მიიღო საზოგადოებისგან, რომელიც უნდა მიიღო მას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდ წვრილობებს დაიპყრობს ეს ბიჭი. ჩემ ბრძოლაზე რა ბევრი არაფრის თქმა არ მინდა,
მაგრამ მაინც ორი სიტყვით ვიტყვი, იმაზე გაცილებით კარგი ბიჭი იყო, ძლიერი დარტყმაც ჰქონდა, მიწაზე ძლიერი რო იყო, ვიცოდი და გამოჩნდა კიდევაც, ძალიან მოძრავი იყო პარტერში. პირველ რაუნდში ძალიან კაი მძიმე დარტყმაც გამიტარა, თუმცა დგომში რო ვაჯობებდი, თავდაჯერებულად გრძნობდი თავს, კარგად ვკითხულობდი მის მოძრაობებს, მიწაზეც მიუხედავად იმისა, რომ ზურგი ამიღო, არ დავპანიკდი, კარგად ვიცავ ზურგიდან, ასე ვთქვათ, თავს, პარტერში მშვიდად გრძნობ თავს და ეს ემოციები არ მიტაცებს ხოლმე, ვიცოდი, რომ ჩემი მომენტი ჩავარდებოდა და მეორე რაუნდიდანვე, როგორც კი ჩემი მომენტი ჩავარდა, დგომში კარგი დარტყმები გავუტარე, low kick-ები იმდენად აგრესიულად დაიწყო გამოყენება, რომ ხედავდი როგორ იქნებოდა, კარგად დაუჩეკე და ამ ჩეკმა მომენტალურად იქონია გავლენა მის მუხლზე. ეს ჩეკი ფეხის მოსატეხად არ გამიკეთებია, სიმართლე რო ვთქვა, ეს ჩეკი წინ გადადგმული მუხლით ჩეკი, იმიტომ გავაკეთე, რომ მარცხენა ჰუკი კარგად შემოხვედრებინა და ეგ მარცხენა ჰუკი კარგად შევახვედრე კიდევაც. თუმცა მარცხენა ჰუკზე მეტად დამაზიანებელი ეს ჩეკი აღმოჩნდა და მუხლი ამოუვარდა მას. თავიდან მეგონა, რომ ამ მარცხენა ჰუკმა გააბრუა და მაგიტო ბოლომდე გავეკიდე დასაფინიშებლად, ანუ ვერ მივხვდი, რომ ჩეკის გამო დაზიანდა, ამას რაღაც ნეგატიური კომენტარიც მოყვა, მაგრამ იქ რო გამიაზრებინა, რომ ჩეკის გამო მოყვა ეს რეაქცია, მაინც ბოლომდე გავყვებოდი და მანამ საჯი არ გამაჩერებდი და მაინც ბოლომდე მივიყვანდი ამ ბრძოლას. და ხო, ზოგადად ესე არის რა, იქ შევდივართ ერთმანეთის მოსაკლავად. და აქ მე სხვა ვერაფერს ვერ ხედავ და ვერაფერს ვერ დავამატებ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბრძოლის გამარჯვებით დამთავრება მოვახერხე და მადლობა რა თქმა უნდა ჩემს თითოეულ ტრენერს, დაწყებული რა თქმა უნდა თბილისში გავიარე ეს ბოლო პერიოდი ვეფხისტყაოსანს, ჩემს ტრენერებს უჩას, ბაჭიას და ყველას ვეფხისტყაოსანში, რა თქმა უნდა ჩემს დარბას BFA-ს, რომელსაც წარმოვადგენ, ბათუმის საბრძოლო აკადემიას და ხვიჩა ქორიძეს. მადლობა ყველას, ერთი სიტყვით გვერდში დგომისთვის და ნუ გიორგი კანკავას რა თქმა უნდა, რომელიც ჩემს სტრაიკინგზე სრულად გიორგი კანკავა არის პასუხისმგებელი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, ჯანსუ გოგიას ბრძოლაზე, რომელმაც 3 რაუნდიანი დომინაცია აჩვენა, უმოწყალოდ გადაუარა იულდაშევს, ძალიან კარგვით, სხვათა შორის. ჯანსუ უკვე ძალიან გამოცდილი არის, 61 კილოგრამისთვის ძალიან ფიზიკური მებრძოლი არის. ტაეკვანდოს ბაზა აქვს და დგომში ძალიან სახიფათო არის, ფეხებს ძალიან კარგად ხმარობს, თან გაბარიტებიც აქვს, ანუ სიმაღლე და წვდომი ძალიან მაგარია 61 კილოგრამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი არის ამ წონითი კატეგორიისთვის, მისი ფიზიკური ძალა არ სუსტდება, აი მაგალითად შონომალი ხო მაღალი არის, მაგრამ წვრილი არის და ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ არის. ეგ არ არის ჯანსუს შემთხვევაში, ჯანსუ მიუხედავად იმისა, რომ გრძელი არის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის, აი პირადად ვიცი, რამდენად ძლიერი არის და რამდენად გამაღიზიანებელი აქ ხელში და ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი მორიგი დამაჯერებელი და დომინანტური გამარჯვება მოიპოვა. ჯანსუს ძალიან ბევრი გამარჯვება გრეპლინგშიც, ტაეკვანდოს ჩემპიონატებშიც, ადრეულ ბავშვობაში და მჯერა, რომ რავი, კიდე ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს. ძალიან გული დამწყვიტა ჯუბა ბერიძეს დასანანა მარცხმა. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი ჯუბა რამდენად მაგარ ფორმაში იყო. და ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ ჯუბას ბრძოლა არ დაცალდა და ვერ აჩვენა ის თუ რა შეუძლია მას. ჯუბას ძველი ბრძოლები, ვისაც ნანახი აქვს, ყველა მიცის თუ როგორი ცეცხლოვანი ბრძოლია რა მართლა ჯუბა. აი მაგათად სულ ყველა ბრძოლას თავი რა დავანებოთ, მისი ბოლო ბრძოლა რო ნახოთ ბრეივში, რა მაგრად იჭყობა შორტ ნოთის აღებული ბრძოლა, ტრავმირებულმა ჩინეთში ბრეივში ჩააკითხა ჩინელ მეტოქეს და ხელი არ გააქნევინა საერთოდ. მოკლედ ჯუბას დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერად დაბრუნდება, ჯანმრთელობას უსურვებ პირველ რიგში. უბრალოდ მართლა აი ძალიან დამწყდა გული იმაზე, რომ საზოგადოებამ ვერ დაინახა ის თუ რა დონის მებრძოლი არის, თუმცა დროის ამბავი არის ეგ ყველაფერი მჯერა და მალე დაინახავს ხალხი მაგ ყველაფერს. ფოლადარო ჩემპიონ მატერიალ არის, რა თქმა უნდა, ეს ვიცოდით და კიდევ ერთხელ დაგვანახა, ორი დაუმარცხებელი მებრძოლის ჯახი იყო და ფოლადარო თავისკენ წაიყვანდა მოგებას, ეჭვიც არ მეპარებოდა, ძალიან მარტივად მოიპოვა ეს გამარჯვება. იქ ზოგი ამბობს, რომ early stoppage იყო და ჩემი აზრით ისევ მისი მეტოქისთვის არის კარგი ეგ თუ early stoppage იყო, იმიტომ რომ რაც, რავი, მაქსიმუმად წამში მაინც გაჩერდებოდა ეგ ბრძოლა და კიდევ უფრო დიდ ზიანს მიიღებდა მისი მეტოქი. გამორიცხულია, რომ მან მაგ ეპიზოდში ფოლადას ეგ ბრძოლა არ დაიფინიშებინა. ძალიან კარგად აჩვენა დგომი, takedown defense-ი კარგად აჩვენა, grounded pound-ი კარგად აჩვენა, ძალიან კარგი ბიჭი არის და დარწმუნებული ვარ, რომ რა ვიცი, კიდევ ერთხელ, არამედ ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს ფოლადა.
აბრამიშვილის ბრძოლა იყო ჩემთვის ივენთამდე ყველაზე დამაინტრიგებელი. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მეტოქე ყავდა მას ფინალი მეტოქის სახით, ლინტულა სახით, რომელიც ისევ ადესანიას სპარინგ პარტნიორი არის. რეკორდიც მრავლისფერი იყო 11-2-ზე ქონდა, 11-ვე ფინიში, თუ სწორად მახსოვს 9 საბმიშენი და 2 KO TKO ქონდა მას. აბრამიშვილმა იდეალური გეიმპლანით გამოვიდა პირველ რიგში, დგომში ძალიან ძლიერი დარტყმები გაუტარა, შემდგომ მიწაზეც გადაიყვანა, ულამაზესი გდება გაუკეთა, ქართული გდება, პარტერში grounded pound-ით დააფინიშა და დაამტკიცა, რომ ელიტარული მებრძოლი არის, დაამტკიცა, რომ იმსახურებს დიდ ლიგებში, ესეთ დიდ მებრძოლებთან ბრძოლას. და ძალიან მარტივად დაამარცხა რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭი არის აბრამა. და აი კიდევ ერთხელ რა, ყველაზე კი იმას ვიძახი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგვახარებს და ბევრჯერ გაგვახარებს, მაგრამ მაგაში მართლა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან მაგარ მებრძოლებს მისცა შანსი, აი ვარსკვლავები აღმოაჩინა და ეს ვარსკვლავები წლების შემდგომ, რავი, კიდევ ბევრჯერ გამოიჩენენ თავს და გაგვახარებენ. თავით ლორდ კიფანიძეზე რა ვთქვა, მართლა ლომი არის, აი როგორც თქვა ინტერვიუში მანამდე რომ გალიაში შევდიოდა სიცხეს ვიგრძნობ, უბრალოდ რაღაც მემართებაა, მართლა ეგეთია, აი მომენტს გრძნობს, ყველის ინსტინქტი აქვს. აი მომენტ ყველის ინსტინქტში რას გულისხმობ რა, არც ერთი წამს ზედმეტს არ ხარჯავს. როგორც კი ხელი აწია მის მეტოქემ და როგორც კი ეს მუხლი ლეგალური გახდა, ხო? მომენტალურად დაარტყა ეს მუხლი და ჩამოკიდა მისი მეტოქე გალიასთან. ბრუტალურად დაანოკაუტა მისი მეტოქე, ძალიან გამოსილი მეტოქე, რომელსაც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ 77-ში აქვს წინაბრძოლები ჩატარებული, მაღალწონით კატეგორიაში, ეს ბრძოლა 70-ში გაიმართა. შესაბამისად, ძალიან გამოსილიც იყო, ფიზიკურად ძლიერიც იყო და მოკლედ ძალიან მაგარი ბიჭი დაამარცხა დავითმა, რა ვიცი, პირველივე რაუნდში და უბრალოდ დროის ამბავია ის, თუ დავითს როდის ვიხილავთ UFC-ში, ჩემი აზრით. და ბოლოს მინდა რომ შარიქაძის ბრძოლაზე ვისაუბრო, რა თქმა უნდა, შარიქაძის ბრძოლა იყო საჩვენებელი ბრძოლა, ადამიანი, რომელიც 6 თვეა MMA-ში ემზადება, გამოვიდა და სული და გული ჩადო ამ ბრძოლაში, რასაც ქვია და აჩვენა ის ხასიათი, რაც აი ახლო წრემ ვიცოდით რომ მას ჰქონდა. ხასიათი აჩვენა პირველ რიგში იმ მომენტში, როდესაც არმბარზე გადავიდა მისი მეტოქე და აი სასწაულებრივად გამოძვრა. მან ძალიან ბევრი დანებდებოდა. ძალიან ბევრი კი არა, 10-დან 9 დანებდებოდა მან. ეს არის მებრძოლი ხასიათი. მე მერაბზე მაგას ვამბობდი, რომ ის გადმოსული არის რაგბიდან, ხო? და არ არის გადმოსული რომელიმე სხვა სპორტიდან. რაგბი ის სპორტი არის, სადაც ამტანობა გაცილებით მაღალია, ფიზმომზადება ძალიან მაგარი აქვს, ამტანები არიან და თან კაპიტანი არის ამდენი ხანია და დიდ სცენას და დიდ ემოციებს ის მიჩვეული არის. რა თქმა უნდა, MMA სხვა სპორტია, რა თქმა უნდა, ეს მისთვის ახალი გამოცდილება არის, მაგრამ წარმოიდგინეთ 0-დან ადამიანმა 6 თვეში ამდენი იშრომა და პროფესიონალი მებრძოლი, რომელსაც არაერთი გრეპლინგის ტურნირი აქვს არკე ჩატარებული და MMA-ზე ბრძოლებიც აქვს ჩატარებული, ხო? ასე მაგრად დაამარცხა. ეს ყველაფერი მან მოახერხა 6 თვეში. რა თქმა უნდა, მერაბს ძალიან გვერდში დაუდგნენ, არაერთხელ აღნიშნა ეს თვითონ მერაბმა და მადლობა გადაუხადა თავის კოუჩებს. თუმცა, აი რა უნდა ვთქვა რა, ბრძოლაში ხო, ნომერ პირველი არის ეს მებრძოლი ხასიათი. მერაბს ეს მებრძოლი ხასიათი აქვს. მერაბს აქვს კიდე რაც ყველაზე მთავარია ის დისციპლინა. ყოველ დღე ვარჯიშზე მოდიოდა და აბსოლუტურად ბოლომდე იხარჯებოდა. აი ერთი დღე არ ქონია ისეთი რომ ან დაღლილია, ან რა ვიცი, რაღაც არა, ყოველ დღე დებდა თავის მაქსიმუმს დისციპლინირებულად. მოდიოდა და აი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საქმეს. ზუსტად მისი ხასიათის გამო დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი თუ მოინდომებს MMA-ის კარიერის გაგრძელებას, თავის სიტყვას MMA-ში სიტყვის და თავის სიტყვას MMA-შიც დატოვებს. და აი ყველა ძალიან გაგვახარა მისმა გამარჯვებამ. პირველ რაუნდშიც გასაჩერებელი იყო ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, მაგრამ ნუ მეორე რაუნდამდე გაგრძელდა. კაია რომ მეორე რაუნდამდე გაგრძელდა ისევ მერაბის გამო. იქინა გამომდინარე რომ მეტი გამოცდილება მიიღო, მეტი დრო გაატარა რინგზე, ის რაუნდებს შორის შესვენებაც იგრძნო რა არის, მეორე რაუნდში გასვლაც იგრძნო რა არის, ანუ ეგ სხვა გამოცდილება არის კიდე რა. და ძალიან ბედნიერი ვარ მისი ამ წარმატებით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ისტორია, რომელიც ესე ცუდად განვითარდა რაგბიში, ეს განსაკუთრებით ბოლო ეტაპი, იმ ნათელ წერტილზე, რაზეც ის ლაპარაკობდა, როდესაც
რკენას სადებიუტო ბრძოლა ჩაუვარდა მას, რომ აი რკენა იყო მისთვის ის ნათელი წერტილი იმ რაღაც ცუდი მომენტებისა, როგორც რაგბის კარიერა დროებით შეუჩერდა. ზუსტად ისე ნათლად და კარგად დამთავრდა, ასე ვთქვათ, დაგვირგვინდა და ხალხი გვერდში დაუდგა, ხალხმა გაიგო მისი ამბავი და ასე ვთქვათ, happy end იყო რა, ყველაფრის ბოლოს ძალიან მიჭირს აზრების ჩამოყალიბება მერაბის გარშემო, იმიტომ რომ რთული არის გადმოსცე ის ყველაფერი თუ რა გამოიარა მან და თუ როგორი მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს ყველაფერი მისთვის და როგორი თუნდაც ფსიქოლოგიურად და როგორც მენტალურად და ფიზიკურად რთული გადასალახი იყო ეს ყველაფერი და ეს პერიოდი მისთვის თან ძალიან ბევრი რაღაც პირადული ცუდი ამბებიც დაემთხვა მოსამზადებელ პერიოდს, რასაც მე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ არ მინდა ამ ადამიანის პირად ცხოვრებაზე ვისაუბრო. მოკლედ, მე რა ბაქედანაც გილოცავ და რა ვიცი, როგორც აქამდე გითხარი, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები თუ რამე შეიძლება დაგჭირდა. რა თქმა უნდა, პროდაქშენის შეფუთვა, რეკლამა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ აღსანიშნავი არის, რომ მებრძოლებმაც დააგვირგვინეს მართლა. ანუ ძალიან კაი ბრძოლა იყო თითოეული და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მებრძოლების დამსახურება არის, თუმცა ეს ბრძოლები რო შეთქა მატჩმეიკინგის დამსახურება არის. ზოგადად არა მარტო ქართულ რეგიონალურ MMA-ში, არამედ ცელ სოფლიოში სხვა რეგიონალურ ლიგებში ხშირი არის ის, რომ რაღაც ადგილობრივი მებრძოლი მეტად ფავორიტი არის და უინტერესო რაღაც ცალკარა ბრძოლები იმართება ხოლმე, თუმცა მატჩმეიკინგის მიერ იმდენად საინტერესო ორთაბრძოლები იყო სტილისტიკურად შერჩეული, რომ ზუსტად ამან განაპირობა ესეთი ძალიან კარგი დაპირისპირებები. იყო მოჭიდავესა და სტრაიკერს შორის ორთაბრძოლები, იყო გრეპლერსა და გრეპლერს შორის, იყო მუაიტაისა და კიკბოქსერს შორის ბრძოლები და ასე შემდეგ. შესაბამისად, თითოეული ნაწილი რკენას გუნდში დაწყებული პროდაქშენიდან, მატჩმეიკინგიდან, მებრძოლიდან, აბსოლუტურად ყველა დეტალი ხო, აი პაზლის თითოეული ნაწილი იყო უმაღლესი დონის და ამან განაპირობა ესეთი მაგარი გამოხმაურებაც ამ ივენთის გარშემო. სეტანტას და რკენას თითოეულ გუნდის წევრს მინდა რომ აქედან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის, უდიდესი ზღვა ემოცია იყო. არ ვიცი, ეს მართლა იყო 29 ნოემბერი იყო ახალი თარიღი, საიდანაც დაიწყო ქართული რეგიონალურ MMA-ის ერაში ახალი რაღაც აღორძინების ხანა. და როდესაც ქართულ MMA-ზე ვისაუბრებთ, დავიწყებთ საუბარს რაღაც ახალ ერაზე, ანუ ერაზე, რომელიც დაიწყო 29 ნოემბერს რკენა 1-ით. ცოტა არეულად ვისაუბრე, ან დაალაგებულად, არ ვიცი, გუშინ ვიჩხუბე მეც და ცოტა დაღლილიც ვარ, მაგრამ მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები, ემოციები ამ ყველაფრის გარშემო. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, აუცილებლად გამოიწერეთ Sosa Fight Corner-ი, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. მალე დავდებთ მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე პიოტრიანთან ამ ბრძოლის განხილვას, ასე რომ გამოიწერეთ არხი და აბა დროებით.